რეფორმის კონცეფცია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს, სამწუხაროდ შეიმუშავეს ადამიანებმა, ფუნქციონერებმა, რომლებიც არ არიან საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ეს კონცეფცია არის ანტიკონსტიტუციური, იმიტომ რომ მთლიანად რადიკალურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ თუ თვითონ უნდა გადაალაგონ ეს პროგრამები, თვითონ უნდა აირჩიონ რა პროგრამა უნდა, რომელი ფაკულტეტისად უნდა იყოს, მე როგორც უნივერსიტეტმა რომელი პროგრამა განვახორციელო, მაშინ ეს აღარ არის უნივერსიტეტი, ხო? ეს არის რაღაცა სხვა ინსტიტუციას დაქვემდებარებული სრულიად უუფლებო ორგანიზაცია. ამ სახით აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვევს დანარჩენი საერთაშორისო განსაკუთრებით დასავლური სივრციდან ქართული საგანმანათლებლო სივრცის იზოლაციას, რაც აისახებდა როგორც ხარისხზე, მათ შორის ინტერნაციონალიზაციას, იმაზე რომ ჩვენ ვეღარ გვექნება ესეთი კონტაქტები, მით უმეტეს იმ კანონების პირობებში, რაც მათ უკვე მიიღეს, უკვე გადაგვიკეტეს ძალიან ბევრი გზა საერთაშორისო კონტაქტებისა და რაც თავი ის ძალიან გააუარესებს ხარისხს განათლებისა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის აზრი, რომ ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში დღეს თანამედროვე განათლება ვერ ვითარდება ასე და რაც თავარია ძალიან შეამცირებს სახელმწიფოს წილს უმაღლეს განათლებაში. უნივერსიტეტის ყველა რგოლს შევხვდით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, მათ შორის მოწვეულ პერსონალს, ადმინისტრაციას. ჩვენი გზავნილი არის შემდეგი: დაგეგმილი კონცეფცია, კატასტროფულ, დრამატულად გააუმარესებს სწავლის ხარისხს, აისახება თითოეული სტუდენტის ბედზე და ეს დაგეგმილი კონცეფცია ამ სახით არ შეიძლება მივიღოთ მისი განხორციელება. ის ეწინააღმდეგება როგორც ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციას, უმაღლეს საგანმანათლებლო ტრადიციას, ჯავახიშვილის ტრადიციას და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ცინიკურია ჩვენთვის აი ის მიდგომა, რომ თურმე თბილისის ცენტრში უნდა გაიყიდოს საუნივერსიტეტო შენობები და ამით უნდა სამომავლოდ რაღაცა ტიპის საგანმანათლებლო სისტემა აშენდეს რუსთავში, მაშინ როცა გუშინ წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ 214 პროექტიდან 161 ან ვერ განხორციელდა, ან ხარვეზებით განხორციელდა და მილიარდობით ლარი დაიხარჯა ამაში. ჩვენ ვერ დაუშვებთ ჩვენი არსებული საუნივერსიტეტო სისტემის აი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში გასხვისებას. იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც დღეს არიან, ასე ვთქვათ, მთავრობაში, იმ დროს, როცა ეს კორუფციული სქემები თურმე ქვეყანაში მოქმედებდა, იყვნენ სწორედ მთავრობის მაკონტროლებლები. ასე რომ ჩვენ არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ეს რეფორმა შეიძლება იყოს წარმატებული. და ასევე არანაირად არ ვეთანხმებით იმ იდეას, რომ თურმე ჭარბი კონცენტრირების პირობებში, კი, თბილისში ნამდვილად ჭარბი მოსახლეობაა კონცენტრირებული, მაგრამ თურმე აი ამ ჭარბი კონცენტრირების პირობებში უნივერსიტეტმა, ქვეყნის მთავარმა საგანმანათლებლო სისტემამ ადგილი უნდა დაუთმოს კერძო ბიზნესს, რომელიც მაღალსართულიან შენობებით შეცვლის უნივერსიტეტს. ეს არ არის განათლების რეფორმის კონცეფცია.